შვილები ღვთის საჩუქარია ჩვენთვის. ნებისმიერი სხვა რამეც და ნებისმიერი სხვა ვიღაცაც. ამიტომ ჩვენ გონიერება გვმართებს, რომ არ გავხვდეთ ეშმაკის ცდუნების მატარებელნი, რომელსაც ატყუებს და შემდეგ ღმერთის რისხვის ქვეშ აქცევს ადამიანებს. შვილები დიდი კურთხევა არის, ღვთისაგან, მაღლიდან, მარადისობიდან, უხილავიდან ხილულში შემოსული. მაგრამ ისინი ქმნილებები არიან, ღმერთის საჩუქრები არიან. თავიანთი მისიით და საქმით მოსულები ჩვენ ცხოვრებაში, მაგრამ ღმერთის ადგილს ისინი ვერ და არ უნდა იკავებდნენ არასდროს. თუმცა თუ ჩვენ მხიზლად არ ვიყავთ ჩვენს გულებთან და თუ ჩვენ მხიზლად არ ვიყავთ საკუთარ თავთან, შეიძლება ღმერთიც კი დაგვავიწყონ, ვინც მოგცა ისინი, დაგვავიწყონ შვილებმაც და მშობლებმაც, ზოგს მე ისე მიყვარს ჩემი მშობელი, მე ისე მიყვარს ჩემი დედმამიშვილი და ვიღაცები იკავებენ ადგილს ღმერთისას და შემდეგ ზარალი და ზიანი, მძიმე და დაუთვლელი არის ხოლმე. ამიტომ ღმერთს უნდა ძალიან რომ ჩვენ მხიზლად ვიყოთ, ყურადღებით ვიყოთ და ვიცოდეთ. ვისაც პატივი, ვისაც ბაჟი, ვისაც შიში. რატო ამას პავლე მოციქული რომ სხვადასხვანაირად გაუნაწილეთ ყველას. მიეცით ვისაც რა ეკუთვნის. იცით ჩემი შვილები ჩემები არ არიან. ეგ როგორ? ჩემები არიან რა თქმა უნდა, მაგრამ ღმერთისები არიან. მე ხوار გამომიძერწია ისინი რა. ღმერთმა მომცა. ამიტომ ღმერთისაგან არიან და ღმერთისები ქვია. მე მეორე, ისინი ჩემები არ არიან, ისინი ჩემი რძლების არიან. გავატანე ჩემ რძლებს. იმიტომ რომ ვინც თავისთვის იტოვებს, ზოგჯერ ისე ყავს კერპად თავში, რომ რძალი რომ მოდის, მტერი გონია. მე სამი ბიჭი მყავს და ერთი გოგო. ეხლა ვფიქრობ სიძე რომ მოვა. როგორ გავატანეს? მე სამი ძმა მყავს და სამი ბიჭი. და ღმერთს ვეუძლებოდი რომ ერთი გოგო მომეცი, ღმერთო ჩვენ ოჯახში ერთი გოგო. და ღმერთმა მოგცა ეს გოგო, აგერ წაღან მოვიდა. უკვე 17 წლის ხდება. ყველაზე პატარა ჩვენ ოჯახში, რომელსაც მძებთ ორი ამოგვდის. როგორია ის ჩემია თუ ჩემი არ არის? ჩემი სიძის არის. როგორც გინდა ისე გაიგოს ჩემმა თავმა და ჩემმა გულ. მე ჩემ ოჯახში ვზრდი, ჩემია რა თქმა უნდა. მე მომცა ღმერთმა, მაგრამ თუ ჩემად დარჩა და ჩემია, ჩემი სიძე იმას ვერ წაიყვას. აი ბეჭედ და სულთა რიცხვში გადავიყვან. იმიტომ რომ სუმტრად მეყოლება თვალში ისმე, რომ ჩემი მიყავს. თავისი კი არ მიყავს, ჩემი მიყავს. მე უბედნიერესი ადამიანი ვარ. როცა უყურებ ჩემ ბრძალს, ჩემ შვილიშვილს. როცა ისინი ბედნიერები არიან. ივანესთან ერთხელ მივიდნენ და უთხრეს, ივანე, გაიგეო, რომ იესო უფრო ბევრ მოწაფეებს იძენს, ვიდრე შენ ხავდაო. მასთან მიდიანოს უყოლა. და ივანემ უთხრა, ჩემი სიხარული აღსრულდა, მაგისთვის ვიყავი დაბადებული. მაგისთვის ვიყავი გაჩენილი, რომ ის უნდა იზრდებოდეს და მე უნდა ვპატარავდებოდე. როცა გაატან შენ რძალსა თუ სიცეს. ეს იყო შენი მისია, შენი არაფერი არ იყო მაგ, შენი ფუნქცია იყო, როლი იყო. მისია იყო რაღაც დატვირთვა, რაც მოგანდო ღმერთმა და პირნათლად შეასრულე. აღაფხარე ხერები თქვი ღმერთო, მე შევასრულე. აღუზარდე ჩემ რძალს, ბიჭები, რძლებს. და უბედნიერესი ვიქნები მათ ბედნიერებას რომ დავირახავ და გულში ხინჯი არ მექნება რომ ჩემი ბიჭები წაიყვანეს. ჩემი გოგო წაიყვანეს. ის მათია. ბიჭებიც მათია და გოგოც. მათ ჩემი რაღა არის? ჩემია ის სიხარული მათ ბედნიერებაში. ივანემ თქვა, იმას დიდი ბედნიერება არ არსებობს. მოციქული ივანე ამბობს წერილებში, როცა უყურებ რომ შენგან დახმარებით და გაზდით ხედავ რომ ისინი ბედნიერები არიან და აღწევენ სიკეთეს და კურთხევას. ასე რომ დიდება ჩვენს ღმერთს, როცა ვამბობთ, ვინ არის შენი ღმერთი? ზოგისთვის ქმარია ღმერთი, ზოგისთვის ცოლია ღმერთი. დედაჩემისთვის შვილები იყო ყველაფერი. შვილები. შვილებზე საკუთარი თავი არ ახსოვდა დედაჩემს. შვილები და თავ. არც ქმარიც ვერ იკავებდა იმ ადგილს. შვილებს ეკავათ მთავარი ტახტი. შვილების გულისთვის ცოცხლობდა, შვილების გულისთვის ფეთქავდა მისი გული. შვილები იყვნენ ყველაფერი. დედაჩემი არ ცხოვრობდა იმ ეკლესიური ცხოვრობით, რომელთაც ჩვენ ცხოვრობთ დღეს, მაგრამ დღეს ჩვენ უნდა შევიცვალოთ აზროვნება, განვახდეთ ჩვენი გონებით სულში და
ვიყოთ ძალიან ჭკვიანები. 1 კორინთელთა 14:20-ში პავლე მოციქული ეკლესიას მოუწოდებს ბავშვები იყავით ბოროტისათვის, მაგრამ გონებით სრულწლოვანი უნდა იყოთ. გონებით უნდა იყოს სრულწლოვანი და ყველაფერს სწორ სახელს და სწორ დამოკიდებულებას ავლენდებ ყველაფერთან. ეს მცირე შესავალი როცა ალბათ დიდება ჩვენს ღმერთს და ნურავინ და ნურაფერმა ვერაფერმა ვერ დაიკავოს. ის პირველი მცნება როცა ქრისტეს შეეკეთნენ, რომელია პირველი მცნება ჯულის მიხედვით უფალო. მიდიოდნენ და გამოსაცდელად ეკითხებოდნენ. ქრისტემ პირდაპირ უპასუხა, შეიყვარე ღმერთი. შენი ღმერთი. ყოვლითა გულითა, გონებითა, ძალითა, მთელი შენი არსებით. მე ვაკვირდები, ჩემი ფინანსები, ჩემი დრო, ჩემი ყურადღება სად არის მთლიანად დახარჯული? შვილები, ოჯახი, მაშინ შენი ღმერთი, შენი ოჯახი ყოფილა. და ხარჯე იქ ყველაფერი, შენი სიცოცხლე და მთელი შენი არსება. დააკვირდი, ვისაც ემსახურები, ის გახდება შენი ღმერთი. და რასაც ემსახურები. თუ ოჯახიც ღმერთისთვის მინდა, მე სწორად მიდივარ. ოჯახში შვილებსაც თუ ღმერთისთვის ვზრდი, რომ ჩვენ ყველა ერთად უფალს ვემსახუროთ. ერთხელ ისრაელში იყო ასეთი ჭოჭმანი, რომ იტყვიან, როგორ ვიაროთ, როგორ ვიცხოვროთ, საით წავიდეთ რაღაც და იესო ნავონიძე მოკიდა ხელი თავის ცოლ-შვილს, გამოიყვანა აქეთ და აყენა იესო ნავონიძის 24 თავის მე-15 მუხლი ვინც იწერს. დააყენა აქეთ თავის ცოლ-შვილს, თქვა, მე და ჩემი სახლეული უფალს უნდა ვემსახუროთ და თქვენს გადაწყვიტეთ, თქვენ რა არჩევანს გააკეთებ. ჩვენ უნდა გქონდეს ცხოვრებაში მიზანი, ხედვა, გეგმა და ბრძოლები და თქმა უნდა, რომ ვერაფერმა ვერ ჩემი გული ვერ დაიპყროს და ვერ ჩემს ირგვლივ რაღაცეები და ვიღაცეები, ვინც მე ღმერთმა მომაბარა და მითხრა, დაიცავი რომ ეშმაკმარ წაგლიჯოს ხელიდან. მე და ჩემი სახლეული უფალს უნდა ვემსახუროთ. მე ვიბრძვი ამისთვის სულში. ისე კი არა ღმერთი მინდა გვემსახუროს ოჯახში და მე სხვა ღმერთი მყავს და იმ ღმერთს ჩემი ოჯახი და ჩემი შვილები ქვია. არა, მე ჩემს უფალს უნდა ვემსახურო, ჩემი შვილებით, ჩემი ქონებით, ჩემი წერია რომ ქრისტესო დედაკაცები ემსახურებოდნენ თავიანთი ქონებითო. ღმერთი კი არ უნდათ ქონებისთვის, ქონება უნდათ ღმერთისთვის. როცა სწორად არის პრიორიტეტები დალაგებული, სხვაგვარად იმართება საქმეების და საკითხებიც. ასე რომ უფალი შეგვეციოს, რომ ჩვენ მოვიქცეთ უფლის ღირსად. ჩვენ დრო გამოვიყენოთ, მოდი დღეს რომ ძალიან შორს არ წავიდეთ სხვადასხვა საკითხებზე, გავიხსენოთ წინა მსახურებაზე დაწყებული თემა. ჩვენ ლაპარაკობთ ქრისტიანის სულიერ ზრდაზე, ქრისტიანობის განვითარებაზე საკუთარ თავში და პიროვნება, რომელიც დაადგა ამ გზას და შეუდგა ამ გზას, უნდა იცოდეს რა ეტაპები, რა საფეხურების გავლა მოუწევს, რომ მის ცხოვრებაში ეს ყველაფერი შეძენილი, შემოსილი უნდა კონდეს, რომ მიაღწიოს შემდეგ იმ მდგომარეობას, რომ მდგომარეობისთვისაც უფალი მას მოუწოდებს. არის ერთი მდგომარეობა, რომელსაც ქვია სიყვარული. სიყვარული ეს არის ის ზოგს გონია, რომ ეს გრძნობა, რომელიღაც ტალღასავით გამოივლის, გაუვლის ადამიანს, ჩავარდება ხიბლში რაღაცნაირად და სიყვარულმა მისი გული გარემოიცვა. რა თქმა უნდა, ადამიანს შეიძლება ღმერთის სიყვარული შეეხოს, ქადაგების დროს, გალობის დროს, შეიძლება ფიქრის დროს, როცა ღმერთთან ატარებს დროს, მაგრამ ეს არ არის ის მდგომარეობა, რომელ მდგომარეობაში ღმერთს უნდა რომ მიიყვანოს ქრისტიანი. შეხედეთ, იმის გარეშე თუ ადამიანი ვერ მივა ამ მდგომარეობამდე, ყველაფერი დანარჩენი ფუჭად არის დანახული ბიბლიაში. 1 კორინთელთა 13 თავი, რომელიც ჩვენ წინაზე წავიკითხეთ, პავლე მოციქული ყველა ქრისტიანს მოუწოდებს და ეუბნება. თუ მე ადამიანებისა და ანგელოზების ენებით რო ვლაპარაკობ, ხოლო სიყვარული და ის პოზიცია და სულიერი მდგომარეობა არ გამაჩნია, მაშინ მჟღარნა რვალი და მჟღერი წინწილა ვარ. წინასწარმეტყველება რომ მქონდეს, ყველა საიდუმლო და ყოველგვარი ცოდნა რომ უწყოდე. სრული რწმენა რომ მქონდეს ისეთი რომ თების გადაადგილება შემეძლოს, ხოლო მდგომარეობა არ ვარ სიყვარულის
პოზიციაში და სულიერობის ამ ასაკს ვერ მივახციე, არარაობა ვიქნებოდიო. მთელი ჩემი ქონება რომ დავარიგო და ჩემი სხეული დასაწველად გავწირო, ხოლო სიყვარული და ეს სულიერი დონე არ გამაჩნდეს, არაფერი სარგებელი მაქვსო. პავლე მოციქულს რომ შენ იმიტომ კი არ მიიღებ საზღაურს ღმერთისგან და უფალი მიგიღებს თავისთან, იმიტომ კი არ რომ შენ რაღაცეები გააკეთე, შენ ვიღაცა გახდე. შენ რაღაცას მიაღწია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ. სხეული რომ დასაწველად გავცევ და მთელი ჩემი ქონება დავარიგო, მაინც არაფერი სარგებელი არ მაქვსო. როგორ ამ ხელამ მსხვერპლები გაიღო და 0 მიიღო შედეგი? წინასწარმეტყველება, შენ იცი წინასწარ ბევრი რაღაცა რაც კაცობრიობამ არ იცის. რაც ვანგას არ ქონდა და ნოსტრადამოს და კიდევ სხვაებს. არ ქონდათ გაცხადებულა, შენ გაგეცხადა ეს. რწმენა გაქვს ისეთი რომ მთების გადაადგილება შეგიძლია, მაგრამ მთავარი რაღაცა არ გაქვსო. სულიერობის ის პოზიცია და მდგომარეობა, რომელსაც სიყვარულის დონე ქვია. თუ ეს არ გაგაჩნია, მაშინ მჟღარונה რვალი, მჟღერი წინწილა და არაფერი სარგებელი არ გაქვს. ქრისტიანობა მოდით, ნუ მოუტყუდებით და თავს ნუ მოვიტყუებთ. ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება ადამიანმა გააკეთოს თავის ცხოვრებაში, არის, როცა საკუთარ თავს იტყუებს. ეშმაკი რო გვატყუებს ერთია, სულიწმინდა გვიხელს თვალებს, მე რო ეშმაკის ტყუილი გამოვარჩიოთ, მაგრამ ყველაზე ცუდი მაინც ის არის, რომ ვიცი ეს ასეა და ჩემ თავს ვიტყუებ. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ პიროვნებამ უნდა დაიწყოს შიდა გარდაქმნა. ეფესელთა 4:23 ამბობს, განახლდით თქვენი გონებით სულში. როცა ადამიანი უკვე იწყებს როგორ თქვა, ძველი კაცის მოცილებას და ახლით შემოსოს. რომ გაიძროს ძველი კაცი თავის საქმეებით ურთ და შეიმოსოს ახლით. იგივე ეფესელთა 4:22 მოხლებია. გაიძრეთო ძველი კაცი, ყველა შეხედულება, დამოკიდებულება, გრძნობა, ხასიათები, გაიძრეთ ძველი კაცი და შეიმოსეთო ახლით. ზუსტად ამას გვასწავლის პეტრე მოციქული, რომ შევიმოსო ახლით, მე უნდა ვიცოდე, როგორ აკეთებს და როგორ მოგვიწოდოს ღმერთი ამისკენ. მოდით ერთი ადგილიც ვნახოთ, 1 კორინთელთა წერილში, მე-16 თავში პავლე მოციქული ამბობს, რომ ყველაფერი თქვენი არ აქვს მნიშვნელობა, რას ვაკეთებ ცხოვრებაში. 1 კორინთელთა 16:14 ამბობს. ყოველივე თქვენი იყოს სიყვარულში. ყველაფერი რაც გია სულიერობის აი ამ გარემოცვაში უნდა იყოს. მოდი ახსნათ რა არის სიყვარული. სიყვარული არის სულიერობის უმაღლესი დონე. კიდევ ვიმეორებ, ეს არ არის გრძნობა, რომელმაც დაგიარა. ეს არის მიღწეული სულიერობის ის დონე, რომელ დონეზეც ყველაფერი შენი ლაპარაკიც, ფიქრიც, ადამიანებთან ურთიერთობაც, საქმესთან დამოკიდებულებაც ამ სულიერ ატმოსფეროშია. ყველაფერი თქვენი იყოს სიყვარულში. შევხედოთ კიდევ ერთი ადგილი გალატელთა წერილში, პავლე მოციქული მე-5 თავის მე-6 მოხში ეუბნება. ქრისტეში, ანუ როცა ჩვენ ჯულის ქვეშ აღარ ვართ, მადლის ქვეშ ვართ და მივყვებით ვიწრო გზას ქრისტეს მიერ გაკვალოს, მე-6 მოხში დავუკვირთ პავლემს. ვინაიდან ქრისტეში ძალა არა აქვს, არც წინა დაცვეთას, რამდენი დაიცავი რაღაცეები, ვერ დაიცავი რაღაცეები, არც წინა დაუცვეთელობას, არამედ სიყვარულით მოქმედ რწმენას. სიყვარულის სულიერობის იმ დონიდან რომ მოქმედებ და აი ამას აქვს აზრიც, ამას აქვს ფიქსირებაც, რომ რჩება ეს, იმიტომ რომ სიყვარულიდან არის ნაკეთები. ბევრმა მე არაფერი მიკეთებია, ზოგჯერ ძარღვები უჩა, მაშ მე არ სადარებ, მე არავინ არ დამიფასა. ჩემო ძვირფასო, შენ სხვა რამე გჭირდება. შენ გჭირდება სიყვარულის იმ მდგომარეობიდან იმოქმედო, სიყვარულით რა მოქმედ რწმენას და რწმენაში გამოვლინებულ საქმეებს. ვიდრე საქმეები დადგებოდეს და ბევრ საქმეებს შეუდგებოდე, ჯერ ბევრი საქმე შიგნით არის გასაკეთებელი. შიდა სამუშაო არის ჩასატარებელი. შიდა, როგორ თქვა, გამდიდრება საჭირო და ჩვენ და გვესმოდეს, რომ სიყვარული ეს არის ის რაც ღმერთს უნდა რომ ჩვენ ცხოვრებაში ნახოს და მე წინასწარ უნდა წავიკითხო ეს მუხლი ძალიან მიყვარს ეს მუხლი სულ ფიქრობ იოანე მოციქულზე მე დაუბრუნდებით ამ მუხლებს რა თქმა უნდა ისე მე 17 მუხლში ნახეთ რა სამოს
სიყვარულმა ჩვენში 1 იოანეს 4:17 სიყვარულმა ჩვენში მიაღწია ისეთ სრულყოფას რომ ჩვენ გაბედულება გვაქვს გასამართლების დღესო რადგან როგორც ისაო იესოზე ლაპარაკი როგორც ისაა ჩვენც ისეთებივე ვართ ამ ქვეყნად როგორც ისაა ჩვენც ისეთებივე ვართ აი რა არის ქრისტიანობა რომ ვერ ასხვავებ როგორც ისაა ჩვენც ისეთებივე ვართ ამ ქვეყნად აი ეს გვაძლევს გაბედულებას რომ მისგან მე ქრისტიანი ვარ მაგრამ ქრისტესი არაფერი ვიცი არაფერი მცხია ვერაფერს ვერ ნახავ ქრისტესას ვერც ხასიათს ვერც სიტყვას ვერც მე არ ვიცი ბუნება თვისებას და საქმეებს ვერაფერს ვერ ნახავ ქრისტესას ჩემში არა იოანე ამბობს სულიერობის სიყვარულის აი ამ დონემ ჩვენში ისე გაიზარდა და გაბედულებას გვაძლევს ეს რომ განსხვავება უკვე აღარ არის ქრისტესა და ქრისტიანს შორის პავლე მოციქული 1 კორინთელთა 11:1 ამბობს მომბაძეთ მეო როგორც მე ქრისტეს ანუ თლიანად მას ვემსგავსები მისნაირი ვხდები როგორც ისაა ჩვენც ისეთებივე ვართ ამ ქვეყნად შეგიძლია შენს თქვა იგივე ან მე შემიძლია ვთქვა და მე მადლობას ვხდი ღმერთს რომ ის აღარ არის რაც იყო მაგრამ ჯერ ის არ არის რაც უნდა იყოს ამიტომ არ ჩერდები და ვისაც მოუწოდაო რომაელთა 29 ვისაც მოუწოდა ღმერთმა განუსაზღვრა კიდეს თავისი ძის ხატების მსგავსად ყოფნა შენი მოწოდება მდგომარეობს იმაში რომ ეკლესიაშია რო კერდა მიათედი მოიტანო და შესაძირავე რა თქმა უნდა ძალიან კარგია ეკლესია საჭიროებებით არის გვინდა რომ უფრო ბევრი პროგრამები და რაღაცები ვაკეთოთ ბევრი ადამიანს დავეხმაროთ ბევრი ადამიანისთვის რაღაც გავაკეთოთ მაგრამ იცოდე თუ სულიერად არ განვითარდები შენით ისარგებლებენ ჩემითაც ისარგებლებს ხალხი მე კი დიდ ზარალს განვიცდი მე განვიცდი დიდ ზარალს იმიტომ რომ მე არ მოვედი ეკლესიაში იმისათვის რომ გამოყენებული ვიყო მე მოვედი ეკლესიაში რომ ვემსახურო და რა მომსახურო გამოყენებული სულ სხვა და როცა პიროვნება თვითონ ირჩევს რომ მე უნდა ვემსახურო და რა მომსახურო ეს უკვე სულიერი საკუთარი რწმენის ნაბიჯებიდან გადადგმული გადაწყვეტილებები და ნაბიჯებია მაშასე ჩვენი არჩევანია და მთავარი რაც უნდა გვესმოდეს მე ესეც მინდა წავიკითხო რომ ეს უკვე ქრისტეს სიტყვებია ბოლო დღეებშია ბევრი მოვა ჩემთან ეს არის მათეს მე-7 21 მუხლიდან ვინც მე მეუბნება უფალო ყველა როდი შევა სასუფეველში არამედ ის ვინც შეასრულებს ჩემს ძეცერი მამისნებას სურვილს ბევრი მეტყვის მე იმ დღეს უფალო განა შენი სახელით არ წინასწარ მეტყველებდით განა შენი სახელით არ ვახდენდით არ დემით ეშმაკებს და სასწაულებს არ ვახდენდით მაშინ განუცხადებ მე მათო არასოდეს არ გიცნობდით თქვენ გამშორდით მე თქვენ მოქმედნო უსჯულოებისანა აქ უფალი ვერ ცნობს პიროვნებას ერთი იუმორისტული რაღაც უნდა გითხრათ ერთი პიროვნებასო ღმერთმა აღთქმა დაუდო რაღაცნაირად რომ დიდხანს იცოცხლეფო ძალიან და კარგად იქნები ყველაფერი ისე იქნება შენ ცხოვრებაში და ეს პიროვნება წავიდა თურმე გაიბრანჭა გამოიბრანჭა ჩაიცვა ვულგარულად რაღაცა ისეთ იმებით რახან დიდხანს უნდა ვიცოცხლო მისცა თავის თავს უფლებები გაიხსნა რაღაცები დაიმოკლა ენა დაიგძელა და რაღაცები დაიმოკლა ერთ სიტყვით და მოხვდა ავარიაში და მოკვდა და ღმერთთან მივიდა ღმერთო შენ ხომ მითხარიო რომ მე დიდხანს უნდა მეცოცხლო და რატომ მოკვდიო და უი ვერ გიცნიო ღმერთმა მხრა მე თუ შენ იყავი არ ვიცოდიო იცით აქ ეს ხომრობაა მაგრამ აქ ჩანს რომ ქრისტემ თქო მე არ გიცნობ შენ აი მე ქრისტეს და შენ არაფერი გვაქვს საერთო ქრისტიანი არ ახარ შენ იოანე ამბობს ჩვენ ისეთები ვართ როგორც ისაა იმ ქვეყნათო აი რა გვაძლევს გაბედულებას რომ მას არ შეუძლია თქვას რომ აი ვერ არჩევს ვისაც მოუწოდა განუსაზღვრა თავისი ძის ხატების მსგავსად ყოფნა რათა იყოს პირმშო მრავალ ძმას შორის რომაელთა 29 ნახეთ ქრისტე უნდა იყოს პირმშო და ძმები მრავალ აგდებით სიგულისხმებიან ყველა ქრისტიანები და რა
ვერ გიცნობ კი არა ეუბნება, ყველა მისი მსგავსი და ხატება არის. ქრისტიანობის მთავარი არსი ამაში მდგომარეობს, რომ დღითი დღე ვემსგავსებოდე ქრისტეს. მიათედი მოვიტანო კი არ, შესაწირავი დავდო კი არ, რაღაცა საქმე გავაკეთო კი არ. არაფერი სარგებელი არ მაქვს, ქონებაც რო გავცე, განა არ უნდა გავცეთ. ამ დროსაც რატო გავცემთ აბა მიათედს და შესაწირავს? მიათედის როცა ვაძლევ. მიათედი უფლისაა და მე უფლისას ვაძლევ. როცა ვიღაცა ფულს მაძლევს, რომ სხვას გადაეციო, ჯიბეში არ ვიდებ, იმასთან მიმაქვს მე. ის რაც უფლისაა, უფალს უნდა მისცე. რა არის შესაწირავი? შესაწირავს ერთ ჩემი დამოკიდებულება ღმერთის მიმართ. რომ მიყვარხარ ღმერთო და მე რწმენით ვთესავ და ვიცი რომ ეს კურთხევად დაბრუნდება ჩემს ცხოვრებაში. ანუ მე გაცემის დროს უფალს ვემსგავსები. თესვის დროსაც მე მთესველი მინდა გავხდე ისე როგორც ღმერთია გამცემი და საკუთარი სიცოცხლე გასცა ყველა ცოდვილის გადასარჩენად. ამინ? ამასაც იმიტომ კი არ ვაკეთებ, რომ გამომიყენონ და სულ არ მინდოდა მაგის გაკეთება, არა, მე გაცემისას უფალს უნდა ვემსგავსებოდე. ჩვენი მთავარი ამოცანა და ქრისტიანობის მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ მე მსახურებებზე კი არ ვიარო ბევრჯერ, უფრო და უფრო ვემსგავსებოდე მომწოდებელს, ვინც მე მომიწოდა თავისთან. 1 პეტრეს 5:7 წერია, ვინც მოგვიწოდაო ჩვენ თავის მარადიულ დიდებაში. და თუ ჩვენ მის დიდებაში ვართ მოწოდებული, მაშინ სულ მუდამ მოახსენებ 2 კორინთელთა 3:18. ხედავ რა უფლის დიდებას, რა დიდებულია უფალი, რაო? გაოცებულები ვარ და ჩვენ რჩებით ადამიანებად, ისე ცოდვილებად. არა, გარდა ვისახებით იმავე სახეთ დიდებიდან დიდებაში. 2 კორინთელთა 3:18. თუ ხედავ უფლის დიდებას, თუ როგორი დიდებულია უფალი, იცი რატო გაჩვენებს ღმერთი თავის დიდებულებას? რომ მიგიმსგავსოს, რომ მიგიზიდოს. შენც და მეც. რომ მიგვიზიდოს, ხედავთ უფლის დიდებას. ვაუ, ნახე უფალმა რა უპასუხა ჯვრიდან. აპატე მამა რამე თუ არ იცი ეს. უფალმა რა უპასუხა, გაიგე? მე აი რა უნდა უპასუხო. ხვდები მე მუშტი მიჭირავს. უფალმა ეს იმიტოა დაწერილი რომ ჩვენ ვისწავლოთ და ვემსგავსებოდეთ მომწოდებელს. ვინც ჩვენ მოგვიწოდა თავის დიდებისაკენ. როცა ხედავთ რა უფალი როგორი მოწყალე იყო ადამიანების მიმართ. კეთროვანი მივიდა მასთან ერთხელ უთხრა, თუ შენ გინდაო, შენ შეგიძლია რომ გამკურნო. კეთროვანს არ ეხებოდნენ ხოლმე. კეთროვანს დევნიდნენ. ქრისტემ უთხრა, მინდა და დაადო ხელი. იცით, ჩვენ ხედავთ მის სიყვარულს ადამიანების მიმართ. ვა, ქრისტე როგორი იყო, ხედავ? და პავლე მოციქული ამბობს, ხედავთ რა უფლის დიდებას, რომ წაიკითხავ სახარებაში, რომ ნახავ რაღაცას, ხედავ რა უფლის დიდებას რა. მეც უნდა გარდავისახო დიდებიდან დიდებაში, რომ მას ვემსგავსებოდეთ. ეს არის ქრისტიანობის არსი და დედა აზრი. და ყველამ თქოს მომაღლა? ამინ. როცა ჩვენ ასე ვიმოსებით, არასოდეს არ იქნება ჩვენ ცხოვრებაში, რომ მე არ გიცნობ შენ. როგორ ყველაფერი შენი მაქვს, ყველაფერი შენია, შენია ხასიათი, შენგან ვისწავლე, როგორ გავჩუმებულიყავ, შენგან ვისწავლე, როგორ მომეთმინა, შენგან ვისწავლე, როგორ მეპატიებინა, შენგან ვისწავლე, როგორ მეკეთებინა სიკეთ, ყველაფერი შენი მაქვს და უფალს არ შეუძლია თავისთავად უარყოფა, რომელშიც დაინახავს სხვაში. ამიტომ პირველად ქრისტიანებს რა ეწოდათ მოწაფეებს პირველად ეწოდათ ქრისტიანები. მოწაფეებს და ჩვენ ეკლესიაში ვთქვით, რომ უნდა შეუძლოთ, რომ მოწაფეობა გაიზარდოს. ქრისტემ თქვა, წადი და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი. მოწაფეობა ნიშნავს, რომ მოწაფე არაა მასწავლებლისნაირი. ლუკას 6:40 ამბობს, მოწაფე არაა მასწავლებლისნაირი, მაგრამ როცა გაასრულებს, რა მოხდება, ისეთივე იქნება, როგორც მის მასწავლებელია. ეს ქრისტემ თქვა თვითონ. მოწაფე აი ჩვეულებრივი ცოდვილია, მასწავლებელი ღმერთი მოსული ხორცში. განსხვავება ძალიან დიდია, მაგრამ მოწაფე გახდა. რო გაყვება, რა მოხდება? ისეთივე იქნება, როგორც მის მასწავლებელია. ეს შესაძლებელი რომ არ ყოფილიყო, ქრისტე იტყოდა და თქვენ ცოდვილები ხართ, მე ღმერთი მოვედი სხეულში და ჩემსა და თქვენ შორის დიდი ზღვარია და არაფერი არ გვაქვს ჩვენ საერთო არა. მოწაფე არაა მასწავლებლისნაირი, მაგრამ როგორც კი გაასრულებს ისეთივე იქნება, როგორც მის მასწავლებელია. ამიტომ ქრისტემ თქვა, წადი და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი. მათეს 28:19 წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი. და რა? მე მონათლეთ, ასწავლეთ და მე თქვენთან არ ყველა დღე სოფლის სახლის სრულავდეს. ხედავთ საკმაოდ კულტურაში, რომ ეკლესიას
პირველი რაც ჰქონდა წარმატება იერუსალიმში იზრდებოდა ძლიერად მოწაფეთა რიცხვი. ხალხი რომელსაც უნდოდა გაეხადა ძველი კაცი და სულიერად ევარჯიშათ რომ მასწავლებლისნაირი და მოძღვრისნაირი გამხდარიყვნენ რომელმაც მათ მოუწოდა. ამიტომ იყვნენ ქრისტეს მოწაფეები 12 მოწაფე რომელსაც ქრისტე ცალკე განსაკუთრებით ასწავლიდა იყო 70 მოწაფე 120 მოწაფე რომელთანაც ქრისტე ატარებდა დროს და 500 მოწაფე 500-ზე მეტი რომელიც ამაღლების დღეს იყვნენ როცა ქრისტე ამაღლდა ზეცად. ესენი ყველანი იყვნენ ისინი ვინც გადაწყვიტა მე ვიწყებ სულიერ განვითარებას და მასწავლებელზე მიმსგავსებას. მოდით წავიკითხოთ პეტრეს წერილი პეტრე როგორ გვიხსნის დეტალურად თუ რა გადაწყვიტა ღმერთმა ჩვენ ცხოვრებაში მოეცა ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი. მეორე პეტრეს პირველი თავი კითხულობ ისე პირველი ომოხლიდან 11 მუხლობს. იცოდე რომ ეს ადგილი რომელსაც ახლა მე ვკითხულობ ეს მესამე მსახურება უკვე ეს არ არის ადგილი რომელიც ადგილად უნდა იცოდე. შენ ცხოვრების ეტაპები და საფეხურებია აქ და ყოველთვის უნდა დაუბრუნდე და ნახო ხოლმე რომ რას გვასწავლი და უფალი რა ასწავლა პეტრეს მე პეტრემ როგორ გადმოგცა ჩვენ და როგორ გვეხება ეს ყველას ერთად. პეტრე მოციქულის პირველივე მუხლიდან ვკითხულობ. მეორე პეტრეს პირველი თავი პირველი მუხლიდან სიმონ პეტრე იესო ქრისტეს მონა და მოციქული მათ ვინც მიიღო იგივე ძვირფასი რწმენა რაც ჩვენი ღმერთსა და მაცხოვარ უფალი იესო ქრისტეს სიმართლითო მადლი და მშვიდობა გაგიმრავლდეთ ღმერთსა და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს შემეცნებით ისე როგორც მისმა ღვთაებრივმა ძალამ მოგვანიჭა ყოველივე რაც სიცოცხლესა და ღვთისმოსაობისათვის გვჭირდება მისი შემეცნებით ვინც მოგვიწოდა თავის დიდებასა და სათნოებაში რომელთა მეშვეობით მოგვენიჭა უაღრესად დიდი და ძვირფასი აღთქმანი რათა მათ მიერ გახდეთ ღვთის ბუნების ზიარნი და განერიდოთ ქვეყნიერების გულის თქმის გახსნილებას ამისათვის ეცადეთ ყოველი ღონე იხმარო წარმოაჩინოთ თქვენს რწმენაში და ჩვენ ვილაპარაკეთ რომ 7 საფეხური არის აქ თქვენს რწმენაში სათნოებაში შემეცნებაში თავშეკავებაში მოთმინებაში ღვთისმოსაობაში ძმური სიყვარულში სიყვარული ვინაიდან თუ ეს არის და მრავლდება თქვენში არ დარჩებით უქმად და უნაყოფოდ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს შემეცნებაში ხოლო ვისაც ეს ეტაპები არ აქვს და ვერ გადის ამ სულიერ გზას ვისაც ესენი არ გააჩნია ის ბრმა თავისი სიბეცით დავიწყებული აქვს თავისი წინანდელი ცოდვებისაგან განწმენდა ამიტომ ჩემო ძმებო უფრო და უფრო ეცადეთ განამტკიცოთ თქვენი მოწოდება და რჩეულება უფლისაგან თუ ასე მოიქცევით არასოდეს არ წაიბორძიკებთ ვინაიდან ასე ხელგაშლად წარგემართება თქვენ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს საუკუნო სასუფევლის შესასვლელი მოდით გავიგოთ რისი თქმა უნდა პეტრეს აქ ჯერ საინტერესო ეს არის თავიდან როცა ეს ძვირფასი რწმენაა ჩვენ რომ მივიღეთ თქვენიც არისო და ჩვენიცო არა აქვს მნიშვნელობა რუსთავში იქნებით თუ იერუსალიმში ვართ ახლა ეს რწმენა ყველასია ჩვენი მაცხოვარი იესო ქრისტესაგან მივიღეთ ყველა და უფალმა მოგცეს მშვიდობა თუ საით მივყევართ მას და მე ამბობს აი ამ ყველაფრით რაც ღმერთმა გააკეთა ჩვენ ცხოვრებაში მთავარი რაც არის ღმერთს რაც უნდა მოგცეს ჩვენ ეს არის ფული ბევრი ფული უნდა რომ გქონდეს და უნდა ღმერთს რომ ჩვენ წარმატებულები ვიყოთ არა ღმერთს ფული არ აინტერესებს ჩვენ ცხოვრებაში რა თქმა უნდა მასთან ერთად მე ყველაფერს გჩუქნის ეს წერია რომელთა მერვე თავში 32-34 მუხლეში პავლემ თქვა ვინც საკუთარი ძე შესწირაო ჩვენთან ჩვენს გამო და ქრისტემ განა მასთან ერთად ყველაფერს არ მოგცემს თუ ის იქნება მასთან ერთად ყველაფერს გვაძლევს მაგრამ თუ ქრისტე არ იქნება ქრისტე არის ღმერთის სიმდიდრე ჩვენში ღვთიური ბუნების სიდიადე ჩვენში და თუ ქრისტე არ იქნება ღმერთი არაფერს არ იძლევა ადამიანებისთვის და თუ ადამიანებს აქვთ რაღაცა კიდევაც დღეს დაგროვილი სამწუხარო შეიძლება იყოს ერთი რაღაც ერთხელ სატანამ ქრისტეს უთხრა როცა იცდებოდა მე შემიძლიაო სიმდიდრე და ქონება და ძალაუფლება რაც არის დედამიწაზე მე მაქვსო გადამოცემული და ვისაც მინდა იმას ვაძლევო და შენ შემიძლია მოგცე
ეშმაკმა შეიძლება გაგამდიდროს, შეიძლება მოგცეს, ვისაც მინდა იმას ვაძლევო. შენ მოგცემ ამ სიმდიდრეს, ამ ყველაფერს მხოლოდ დამხობელი თაყვანი მეცი. მე მაქვს გადმოცემული ადამიანიდან მე ჩავიგდე ხელში და ვისაც მინდა იმას ვაძლევო. მისვინეთ. ღმერთი გვაკურთხებს ჩვენ მატერიალურად. მოგცემს სიკეთეებს, მაგრამ არ მოგცემს თუ ღერძი მთავარი რაც არის ქრისტე ჩემში დიდების იმედი. თუ მე არ ვარ ქრისტეთის შემოსილი, თუ ბუნება ჩემში ღვთიური არ არის და ღვთის ბუნების ზიარი არ გავხდი, დანარჩენი ყველაფერი შეიძლება ეშმაკისაგან მოვიდეს და ისევ ეშმაკმა წაიღოს. იმიტომ რომ ბევრი ადამიანის ხელში ღმერთმა მოიტანა კურთხევა და ეშმაკმა ისევ წაიღო, მაგრამ როცა ღმერთი იძლევა კურთხევას, რომ ქრისტე ჩემში აი ეს არის, რომელთა მეშვეობით მოგონიჭა დიდ და უაღრესად ძვირფასი აღთქმანი, რათა აი ამ აღთქმებით და აი ამ შეპირებით გახდეთო ღვთის ბუნების ზიარნი. დიდრები კი არ მატერიალურად. ღმერთს ყველაზე მდიდარი დედამიწაზე მიაჩნია ის ადამიანი, ვინც ღმერთის ბუნების ზიარია. ღვთისმოსავი ადამიანი გახდა. სიყვარულის სულიერობის იმ დონეს მიაღწია, ღმერთი ასეთებს ცნობს, რომ აი მოდის და ბიბლია ამბობს. იყვნენ ხალხი, რომლებიც აი ასე შეიმოსნენ და მათი მსგავსია მთელი დედამიწა არ იყო და მათი ფასი არ ქონდა მთელ დედამიწას თავის სიმდიდრებით, მაგრამ ისინი ცხრის ტყავებში დაეხეტებოდნენ, არ ქონდათ ფინანსური წარმატება, თხის ტყავებში დაეხეტებოდნენ, ბევრ ნაკლოვანებებას განიცდიდნენ, მაგრამ ღმერთისთვის ის იყო ბრილიანტები, რომელიც შიგნით, იმიტომ რომ ღმერთი სულია და სულიერ სამყაროს სიმდიდრეს და სიდიადეს ადებს ფასს. დანარჩენი ყველაფერი ქრისტემ თქვა, როცა პირველ რიგში მათეს 6:33 უპირველეს ყოვლისა ეძებეთ ღმერთის სამეფო და მისი სიმართლე და ყოველივე ესო თქვენო შეგემატებათ მოვა სულიერ სიმდიდრესთან ერთად ის საჭიროებებიც დაკმაყოფილდება, რომელ საჭიროებებზეც ჩვენ ცოდვილები რო იბრძვიან, რომ მიაღწიონ და კონდეთ. მაშასე ჩვენ რამოდენიმე საფეხური გავიარეთ და დაგვრჩა რამდენიმე კიდევ რომელსაც მინდა რომ ხაზი გაუსვა. პირველი ჩვენ თქვით პეტრემ თქვა წარმოაჩინე შენს რწმენაში ყოველი ღონე იხმარე თან თუ გინდა რომ ბუნების ზიარება შეძლო პირველი რაც უნდა გააკეთო წარმოაჩინე შენს რწმენაში რა უნდა წარმოაჩინო რუსულში მე წინაზე ამიტომ თქვი რომ რუსული უფრო კარგად გადმოსცემს წარმოაჩინე თქვენს რწმენაში სათნოება ქართულად არაფერს არ გვეუბნება მაგრამ რუსულში добродетель ქრისტიანობა კეთილი ბუნების გარეშე ქრისტიანობა არ არის. ქრისტე იყო ყველაზე კეთილი, მან თქვა მე ვარ მწყემსი კეთილი, რომელიც თავს დასდებს თავისი ცხოვრებისთვის. თუ გინდა რომ ქრისტეს მიემსგავსო, პირველად უნდა გააკეთო, ბუნებით უნდა გაკეთილშობილდე. ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ კეთილი უნდა იყო ადამიანების მიმართ, კაცთმოყვარე უნდა გახდე. ეგოისტი და მაკომენტირებელი კი არ უნდა იყო ყველასი და ყველაფრისა, ბუნებით უნდა იყო თბილი ადამიანების მიმართ. საქმეების 10:38-ში ჩვენ წინამსახურებაზე ვნახეთ, რომ პირველს რას აკეთებდა ქრისტე? და დადიოდა იესო და ქველმოქმედებდა და კურნავდა ყველას ეშმაკის მიერ შეპყრობილს. რას აკეთებდა პირველს ქრისტე? ზეციურზე ლაპარაკობდა, არა, ქველმოქმედებდა. ადამიანებს ეხმარებოდა, მხარში უდგა მათ საჭიროებებს და რა მერე კურნავდა ყველას ეშმაკის მიერ შეპყრობილს. თუ ცხვისიჭირი კედელს ხირია შენთვის შენ ვერ ვითარდები მიმართულებით. იმუშაო საკუთარ თავზე, რომ ადამიანების დახმარება შენთვის სიამოვნება იყოს. იყავი добродетель ქართულად კეთილის მკეთებელი. კეთილი შეგეძლოს, რომ ადამიანებისთვის გაღება იყოს შენთვის მისაღები. ჩვენ არ მინდა რომ ძალიან გავაგრძელო. მათეს მე-5 თავის მე-16 მუხლი ქრისტემ. მე-15 მუხლი თქვენ ხართ ნათელი წუთის სოფლისა. ქრისტე გვიწოდებს ჩვენ ვართ ნათელი. დბერე ამბობს, 100 ანათებდესო თქვენი სინათლე ადამიანთა წინაშე, რათა ისინი ხედავდნენ რას თქვენს ლაპარაკს, ქადაგებებს, მე არ ვიცი ადამიანებს რომ თავს უბურღავენ ხშირად, არა, მე არ ვქადაგებ ჩემ მეზობლებში. მე არ ვქადაგებ ჩემ გარემოწო, ჩემ ნათესავებში. რათა ისინი ხედავდნენ თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მომას, რომელიც ეცაშია. მე ყველგან სადაც როგორც მიწერია და როგორც უფალმა მითხრა, რათა ისინი რასაკეთებდნენ, ხედავდნენ რომ ენა დარჩა ცარიელი. ერთმა ძალიან ცუდი და მტკივნეული რაღაც არის, მაგრამ ერთმა პიროვნებამ თქვა ასეთი რაღაც. ქრისტეს ხეულისგან ენა გადარჩაო. სულ ლაპარაკი, სულ ქადაგება, სულ მოწოდება საკმარისია. ზოგჯერ ყველაფერი უნდა გაჩუმდეს და დაიწყოს ქმედება.
იყავი კეთილი, რით შეგიძლია. ამასინათ, ჩემთვის უბრალოდ გეუბნებთ სამეზობლოში რაც ხდება, დააკაკუნეს ბავშვებმა. ძია რაღაცა გავაკეთეთ ეგ და შიგნით ბავშვის საჩქარი არის და იყიდეთ რა. იცი ჩემთვის რატო ამოვიდნენ ჩემთან და ლარი და 20 ღირს ძია და იყიდე რა ჩვენგან. ჩემთვის ეს არის ნიშანი, სიგნალი, რაღაც ბავშვები რითი გავახარ, ჯერ ისედაც გინდა, რასაც გასცემ შენია მართლა რაც არა დაკარგულია. მე უფრო ნეტარია აძლევდა საქმოც ქულთა 20-35 ვიდრე იღებდა. და ბავშვები ერთიც დამეცათ და თიკოს გოდა 5 აქედან აღებული თავის საწოლზე ქონდა რაღაცები ელაგა იქ და დაგროვე მეთქი თიკოს რა თუ და ეს 5 და საჩუქრები და რაღაცები ავიღე იქ რუგზაკი იყო თავისი ჩაუყარეს ყველაფერი ბავშვებს ჩაულაგე ეს საჩუქრები რაღაც ის და რაღაც თანხა ავიღე და მივეცი ბავშვები გაიქეც მეოთხე ნაყინი მიირთმე კიბებზე გარბია და ცით ჩემთვის ერთი რაღაც არის მის მინეთ ყურადღებით ყველა ღონე იხმარეო ასე წერია. შეიძლება ადამიანებმა გაგაჩერონ რომ კეთი მე არა თქვა და მე მშობლებმა რა თქვა მე იცი გავისაც უნდა რაც უნდა როცა უნდა ის უთქვია მე არავინ არ უნდა გამაჩეროს და ჩემგან სიკეთე გადიოდეს. მე მომეცე შესაძლებლობა და ის სიკეთე არ გავაკეთო. ავერიდო მე ვიძუნწო მე თუ მართლა შეუდექი ამ გზას რომ მინდა რომ ქრისტეს მივემსგავსო პირველი როგორი იყო ქრისტე მათქო მე ვამწყე სიკეთილი. ქრისტესთან მივიდა ჭაბუკი დიდარი და უთხრა კეთილო მოძღვარო. ქრისტემ უთხრა კეთილს ნუ მეუბნე ერთია ღმერთი კეთილი და მე ღმერთისგან ვარ და მე ვარ თვითონ ღმერთი მაგრამ კეთილი უნდა იყო ბუნებით. დაბრაძეძელ. და როცა კეთილი ხარ, სუმზად ხარ ყველგან სადაც იქნები. არა აქვს იმის რამე დაუვარ და გინდა რომ აიღო და მიეხმარო. სადღაცას დაინახავ საჭიროს გაიქცე და შენ ბუნებით ქსიამოვნებს შენ ფუნქციას რო ასრულებ. შენ ბუნებით კეთილშობილდები და კი არ გიყენებენ შენ როცა ამას ასრულებ უფრო შენში იღვიძებს სიკეთე და უფრო ბედნიერი და უფრო ხალისიანი ხდები. უამრავ საჭიროებების წინაშე დავდგებით ადამიანებს ჭირდება ჩვენი გვერდში დგომა. და როცა ჩვენ იქ ვართ და თან ვერ ხვდებიან რატო ვაკეთებთ ამას ერთი რაღაცის გამო პირველი რომ ღმერთს სიამოვნებს ეს მეორე რომ მე ვითარდები სწორად და მესამე რომ იმ ადამიანს რაღაცა სიკეთე მოსდის იმ დროს როცა მე რაღაცით თუნდაც ფიზიკურად ვიყო უბრალოდ მის გვერდში ერთ სიტყვით მე შორს რომ არ წავიდე თქვენ ახართ ნათელი ქრისტე თქვა თუ ჩვენ რაიმეთი უნდა გავანათოთ რო გადმოვედით მე უბრალოდ მოგიყვეთ პატარა ისტორია აქ რო გადმოვედით აი კი ჩაცოცხული ბიჭები იჯდნენ კუთხეში ბინის ქვეშ ერთ პასტორს აუფეთქეს სამლოცველო სახლი გაღმა და ამბანში ძმაო ვერავინ ვერაფერს არ გააკეთებს აუფეთქებ თავწევ თაერში რომელთა 12-ის 21 ამბობს არ გძლიოს ბოროტმა შენ ძლე ბოროტს კეთილითო არის გზარით შეგიძლია ბოროტს ძლეო აი ესეთი მოგრეხილები ისინი ერთხელ ერთი ჩემი ნაცავი მეუბნება ეგენი კაი ბიჭები არიანო პრესტოპნიკი ბიჭები არიანო ისპანიტელები არიანო ხო ფიქრობ ჩემთვის ისპანიტელი როა პრესტოპნიკი და კაი ბიჭი ერთდროულად ვერ ვათავსებ ახლა მაგრამ ის რომ გამკეთებელია წინასწარ გეუბნება რომ გამკეთე ისპანიტელი არის გამკეთებელია ის ისე კი არ ამბობს ჰაერში რომ გააკეთებს სუც რაღაცას გააკეთებს მართლა მაგრამ არ მისცეს საშუალო არ გძლიოს ბოროტმა შენ ძლე ბოროტს კეთილით ღმერთმა იცის მე არ ჩამოვთვლი რაღაცებს რამდენი სიკეთეები გვაქვს ნაკეთები ირგვლივ მარიგებდნენ ბევრი და მეუბნეოდნენ ყავა არ დავალევინოთ იმათ არ მიცეთ საშუალება რომ ერთი პიროვნება გადმოდიოდა ჩვენთან სარგებლობდა აქ რაღაცა ჩვენი რაღაცებით ვეხმარებოდით იქით აქეთ რა მაქსიმალურად სიკეთე მოუწოდებდე სიკეთე არ გძლიოთ ბოროტმა შენ ძლე ბოროტს კეთილით როცა ბუნება კეთილმა ძლია ბოროტსა არსება მისი გძელია ვერასოდეს ვერ არის ბოროტი ძლევს კეთილს თუ კეთილი სინათლეა ასიანათებდეს თქვენი სინათლე ადამიანთა წინაშე ხედავდნენ თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მომავალს რომელზეც ეში ჩვენს მაგივრად ხადაგებენ ჩვენს მაგივრად ლაპარაკობენ ჩვენზე კარგს ვინ ჩვენს წინააღმდეგ უნდა ყოფილიყო ის ჩვენ მხარეს ლაპარაკობს ამას წინათ მოვდივარ ერთი ზუსტად ასეთი ცოტა
ძირითადად არიან ნარკომანები, ისეთები და ქუჩაში მოვდივარ ჩემთვის, აი ჩავიარე ქვემოთ. აფთიაქში უნდა მესულიყავი და ძაღლი მყავს, თუ ძაღლს მოყავს ახლა ვიცი, როგორ მოდის და დამინახა. ხო უნდა გქონდეს რეაქცია, რომ ეს ვიღაცა გაჩერდა პატივისცემით, გამარჯობათ, რაღაც დამოკიდება და შენ ხედავ, რომ ღმერთმა მის ცხოვრებაში რაღაცა რეფორმა და შეხედულება შეცვალა. წარმოდგენა გქონდათ, რომ ჩვენ ვართ აი ესეთი რასელისტების მსგავსად, მივარდებით, უნდა უკადაგო, არავისთვის არ გვიქადაგია, მაგრამ არც ერთი საჭიროება არ იყო. ერთხელ მირეკავენ, შეიძლება პასტორ კიბე მივცეთო ჩვენ და ვათხოვოთ იქ მეზობელ ბიჭსო. ქრისტე მეოთხარი სიცოცხლე მისცა მაგისტრის და კიბე როგორ ვერ მივცეთ? როგორ შეიძლება რომ შენ ადამიანის შეძენა გინდოდეს და კიბე ვერ მივცეთ იმ ადამიანს? თან თხოვებით გთხოვეს. მეოთხარი ცოტა შევიცვალოთ აზროვნებაში. დამოკიდებულება რომ ჩვენ სიკეთე უნდა ვაკეთოთ. შეიძლება ვიხარჯებით, შეიძლება ჩვენგან გადის, მაგრამ ეს არის უფლის სიტყვა, რომელსაც ჩვენ პრაქტიკულად ვცდილობთ დავასრულებთ. ამინ. შემდეგ წერია добродетельность, рассудительность. Ну იქნებითო ისე რომ ვიღაცას ბოდიში ძალიან სულ სიტყვა უნდა ვიხმარო და მწველავი ძროხა ეგონოს და ვიღაცების გამოყენება. ზოგი არის ასეთი რომ მოდი, აი აქო როცა კეთილები იქნებით ბუნებით იყავით, გააზრებულები, ჭკვიანები იყავით. рассудительные. რომ შეგეძლოს შენაკეთებდე და არა ვიღაცა ბრიყულად გიყენებდეს. და როცა ეს ხდება ამ პოზიციიდან, რომ შენი გააზრებით ხდება სიკეთის კეთება და არა ვიღაცის გამოყენებით, შენ უკვე სხვა საფეხურზე იმყოფები, იმიტომ რომ ეს შენი ნაკეთებია და არა იმისი ტექნიკური გზები. ბევრი დასაფიქრებელი რამაა. საკუთარ თავთან, ჩვენ წინაზე ვილაპარაკეთ რომაელთა 2:21 და 22-ში პავლე მოციქულებს, როგორ შენ სხვებს ასწავლი და საკუთარ თავს არ ასწავლი? მუშაობ საკუთარ თავზე ძალიან ბევრს და ფიქრობ. სხვათა შორის მინდა გითხრათ შემოგარგება. მორწმუნეებისთვის მინდა სიტყვა თქვა. გააჩერე ზოგჯერ შეფასებები, ლაპარაკი და დარჩი საკუთარ თავთან. და საით ვითარდები დააკვირდი შიგნით. იმიტომ რომ ადამიანებს საკუთარ თავისგან დამალვა აქვთ გადაწყვეტილი. ერთხელ დერეკ პრინსი ამბობს, მივედი სახლში და რას ხედავ? ჩემი გოგო ტელევიზორი აქვს ჩართული, მუსიკები, ნაოშნიკები, თვალები დახუჭული და თითქოს თან წიგნიც აქვს გადაშლილი. და ფიქრობ, რას აკეთებს ახლა ტელევიზორს უყურებს, მუსიკას უსმენს თუ წიგნს კითხულობს. ოღონდ და აი თავის თავთან არ დარჩეს მარტო. თავის ყველაზე საშინელება რატო სვავენ ადამიანები? თავის თავს გაურბის. თავის სიღარიბეს გაურბის. თავის შინაგან სამყაროში რომ არა აქვს ის კომფორტი და დისკომფორტი აქვს. უნდა დალიოს, ვიღაცასთან უნდა შეხვდეს, უნდა ილაპარაკოს, კონტაქტზე უნდა იყოს, ვიღაცა როგორმე გაერთოს და აი ვერ გაახსენდეს თვითონ ამ მდგომარეობაშია. მაგრამ კარგი ქრისტიანი პირიქით ჩაკეტილ ცხოვრებას ეწევა. თავის თავთან მუშაობს. თავის თავში ჩაიკეტება და კარგად გრძნობს თავს. დაჯდება მარტო და თავის ფიქრებში. ფიქრებსაც აკონტროლებს. იმიტომ რომ ფილიპელთა წერილი ამბობს. მეოთხე თავის მე რომ უხლი. ყველაფერად სათნოა, რაც საქებარია, რაც ქებულია, ყველაფერად ჭეშმარიტია. ყველაფერ ამაზე იფიქრეთ და მშვიდობის ღმერთი იქნება თქვენთან. და შენ იცი ფიქრები საიდან მოდის. წერილის მიხედვით აზროვნებ, სიტყვის მიხედვით, ერთ სიტყვით, ვითარდები რა შიგნით. სწორად მიდიხარ წინ მიზნისკენ, იმიტომ რომ მეორე საფეხურზე ბევრი საფიქრალია, ბევრი სამსჯელოა, ბევრი საანალიზო არის. მე ძალიან ბევრს ვატარებ დროს ფიქრებში. ანრი ჯოხაძის სიტყვები ისევ გავიხმროთ. რა აზრი აქვს ფიქრებს თუ არ დაგაფიქრებს. როცა ფიქრობ ზეციურზე, წერილი მოგვიწოდებს პირდაპირ, ზეციურზე იფიქრეთ არ ამიწიერზე. როცა ფიქრებში შეხვალ, უნდა შეხვიდე წერილისეულად ფიქრებში. რომ მე ჩემ მოქალაქეობა ზეცაშია. მე დავდივარ ამ მიწაზე. მაგრამ მოქალაქეობა ზეცაში მაქვს. ამ აქაური არა ვარ. იქაურზე ბევრია ბიბლიაში ლაპარაკი. მთელი ზეცა გველოდება. წმინდანებს და უჩვენოთ ღმერთმა ის პირველი წმინდანები ვინც გარდაეცვა არ სრულყო ჩვენს გარეშე ჩვენ გველოდებიან რომ ჩვენ უნდა შევუერთდეთ მათ ჩვენ ვართ ქრისტეს თანამემკვიდრენი და ღმერთის მემკვიდრენი
და როცა ფიქრობ, ვინა ვარ მე, ძალიან ბევრი სხვაგვარი აღქმა დამოკიდებულება გიყალიბდება საგნებზე და დროებითობაზე, რომელშიც შენ ცხოვრობ. ზეციურზე ფიქრით, მარადიულზე ფიქრით. იმით, რაც ღმერთმა მოგცა, რაც ჩვენ ვერ შეგვეძლო რომ მიგვეღწია. მე ამასინა თემა ვილაპარაკე თუ გახსოვთ. მადლით მიღება. შეუძლებელი იყო გადარჩენის მიღწევა ღმერთმა უძვირფასესი შეუფასებელი რამ უფასოდ მოგცა გადარჩენა. გამართლება, რომელიც ვერ შეიძლებოდა ჯულის დაცვის გარეშე, უსასყიდლოდ და მადლით მოგცა. ჩვენი სახელები ზეცაში წერია უკვე წინასწარ. ზეცაში ეს დაგხვსაო ქრისტე იესოში. ყველაფერი გააკეთა უსასყიდლო თავისი მადლის დიდების საქებრად. მე გადარჩენილი ვარ ღმერთის სიდიადის გამო და რა იმიტომ რომ მაგარი კაცი ვარ და წინასწარ განსაჯევ პავლემ თქვა ამასაც ჩემ მეუღლე მეუბნეო და საზეპიროებში რატო გვაქვს ეს მუხლიო რომელთა 3:9 უკვე განსაჯეთო იუდეველის და ბერძენის ცოდვის ქვეშ არიან. იცით რას ნიშნავს იუდეველის და ბერძენის ცოდვის ქვეშ არიან? ცოდვის ქვეშ ყოფნა ნიშნავს როცა ფიქრობ საკუთარ თავზე. ყველა ცოდვილი იბადება იუდეველიც ან ებრაელიც და მთელი დანარჩენი სამყაროც. თუ ცოდვის გამო რომელთა 5:12-ში წერია მე რომ როცა ცოდვა შემოვიდა ცოდვის გამო სიკვდილია. და სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში. ყველა მკვდრებია ღმერთისთვის. მაგრამ ჩვენ მკვდრები გაგვაცოცხლა ღმერთმა. რისთვის გაგვაცოცხლა? რომ ჩვენ ღმერთისაგან ვიშვით. ვინც ღმერთისაგან იშვა, ის ღვთაებრივ ბუნებას ანვითარებს თავში. მე რო ადამიანების ოჯახში დავიბადე, ადამიანად ჩამოყალიბდი. ნებისმიერი პატარა რო იბადება, ის თავის მშობელს და იმ ოჯახს ემსგავსება, რომელ ოჯახშიც დაიბადა. ფრინველია, ცხოველია თუ რაც არ უნდა იყოს. ჩვენ ღმერთის ოჯახში დავიბადეთ. ამისთვის იცი რამდენი გვაქვს საფიქრალი? არაფერი არ ღირს დედამიწაზე, საიმისით რომ მე ვფიქრობ რომ მე ღმერთის შვილი ვარ. ძალიან მიყვარს გალატელთა 4:7. შენ აღარა ხარ მონაო, არამედ ძე ღმერთის მიერ. რა გამიკეთა ღმერთმა მე, რა გამიკეთა? შენ არა ხარ მონა, შენ ძე ხარ. მე მკვიდრე ხარ. როცა მეორე პუნქტზე დგები და ფიქრობ, ეს მუდმივად იქნება ღმერთო ჩვენ მართლის მადიდებლები ვართ, მართლმადიდებლები. ეს არის მართალს ადიდებ გაკეთებულის, რაც მან გააკეთა შენთვის და გააკეთა ეს ზეპირმეტყველად კი არ დოკუმენტალური მტკიცებულობით გვაქვს წერილობით გადმოცემული, ეს ასია. ღმერთმა წერილი დაგვიტოვა და ეს წერილი არის დოკუმენტები მტკიცებულებით იმისა, რომ შენ ხარ ეს. საყვარელო ახლა ღმერთის შვილები ვართო იოანე ამბობს. 1 იოანეს მე-3 თავის მეორე მუხლი. ნახეთ რა გაგვიკეთა ღმერთმა. პირველ მუხლში წერია. რომ გვერქვას და ვიყოთ ღმერთის შვილები. მე ამბობს, ახლა ღმერთის შვილები ვართ, ოღონდ ჯერ არ გამომჟღავნებულ არანი ვიქნებით. წარმოგიდგენიათ ღმერთის შვილის გამომჟღავნება ამ სხეულში დამალულია რაღაცეები. მაგრამ შიგნით პროცესი მიდის. ღმერთის შვილი ცხოვრობს ამ სხეულში, მაგ სხეულში თუ კი შენ მეორე საფეხურზე სწორად ვითარდები, ღმერთის შვილი ჩვეულებრივ სხეულში დადის. ერთი წარმოსახვა მინდა ჩამოგიყალიბოთ. არის ერთი ესეთი ფილმი, როგორც იყო შილდერისი ასეთი ებრაელების გენოციდზე. ერთი ასეთი ფილმია თუ მოძებნით ნახეთ, პოლონეთში ხდება, ებრაელების ოჯახს ანადგურებენ და ის და ვად. ჯოჯოხეთიდან ჯოჯოხეთში. პიროვნებები, ცოლი და ქმარი ბავშვს დატოვებენ. პატარა ბავშვი ყავთ და რაკნან არიციან გერმანელები ხოცავენ ყველას, ანაწილებენ ქალს იქით, კაცს აქეთ, ბავშვს აქეთ და მოიფიქრეს ერთი რაღაცა, რომ კონცლაგერში აგდებენ დედას, მამას და ბავშვი უცბად აიყვანეს და მეზობელს მისცეს, უთხრეს, აი არ ლაპარაკობს ეს პატარა და თქვი რომ ეს შენია რა და ეს გოგო აიყვანეს პოლონელებმა. და პოლონელებს ეუბნებიან, თუ ვინმე დამალავს ებრაელს, ჩამოვახჩობთ პოლონელებსაც, ყველას. და გასცემდნენ და გასცემდნენ, მამაც აიყვანეს. სადაც კონცლაგერში აწამებენ დედას, მეორე კონცლაგერში საშინელებები ხდება მათ თავს, აჩვენებენ ფილმში აი ამას და ეს ბავშვი იზრდება ნელ-ნელა. და საინტერესო რაც დამრჩა.
გერმანელები აგიტაცია პროპაგანდას ეწევიან, რომ დემონები ჩამოვიდნენ ადამიანების სხეულში. ებრაელები ქვიათ მაგათ. ჩაულებრო ადამიანების სხეულში დასახლდნენ. და ეს ბავშვი, ახლა ამდენი აგიტაცია რომ მიდის და პროპაგანდა, ეს ბავშვი ამათ ეუბნება, დედა, მართალია რომ ქუჩაში შეიძლება შემხვედრო და დემონი? არ დათვითონ არის ებრაელი, არ იცის ჯერ. და დემონი აი ასე ადამიანს გავდაო, ჩვეულებრივ ადამიანს გავდა და ესე მოდიხარ ქუჩაში და შეხვდება და გამოგელაპარაკებოდა, ხო შვილო, აი ასე ქუჩაში მოდის ტროტუარზე, ვერაფრით ვერ გაარჩევ, შეხედა, ის არის მეზობელი არ არის, ეს ის არ არის, ეს არის, ის არის ქრისტეს ასე ამბობდნენ, ესო მისი დები არ არიან, ეს მისი ძმა არ არის, მშობლები, ეგ ხურო არ არის, ეს არ არის, ყველაფერი იცოდნენ, მაგრამ ვერ იცნეს იგი. ეს თქმა მინდა. თუ შენ ღმერთის შვილი ხარ წერილი საფუძველს და მე ვინც ვირწმუნეთ. გალატელთა 3:26 ამბობს, თქვენ ღმერთის შვილები ხართ ქრისტეასში რწმენით. თუ მე ღმერთის შვილი ვარ, იოანეს 1:12-13 ამბობს, ვინც მიიღო იგი, მისცა ძალაუფლება გამხდარიყვნენ ღმერთის შვილები. მე 13 მოხლევს, რომლებიც არც სისხლის ნდომისაგან, არც ხორცის ნდომისაგან, არამედ ღმერთისაგან იშვენო. საიდან ვიშვი მე ღმერთისაგან იშვი. შიგნით რა საიდუმლო პროცესები მიდის. ეს ღმერთის საქმეა, რომელსაც ვერც პოლიტიკოსი, ვერც ჭკუად მყოფელნი, ვერც მწიგნობრები, რომელსაც ბიბლიოთეკები აქვს გაკითხული, ვერ დაინახავენ და ვერ ამოხსნიან. საყვარელო 1 იოანეს 3:2, ახლა ღმერთის შვილები ვართ, ღმერთისაგან ვიშვით, მაგრამ ჯერ არ გამომჟღავნებულა. რაღაცა პროცესი შიგნით მიდის. იოან მათეს მე-6 თავი მთლიანად არის ლაპარაკის სამ რაღაცას და ამბობდა რუსულში უკეთესად ჩანს აზრი, რატომ ვიშველიებ რუსულ ხშირად რომ აზრი გამოქვს. მამა რომელიც ხედავს შენ დაფარულში სამჯერ არის ლოცვაზე, მარხვაზე, ქველმოქმედებაზე, მამა რომელიც ხედავს შენ დაფარულში რუსულში წერია Отец, видишь тебя в тайне. არის საიდუმლოებები, რომელიც მიდის და ღმერთმა იცის ეს და შენც უნდა იცოდე. ამას ღმერთის ხელი აკეთებს ადამიანში. სულიერი საიდუმლოება, ჯერ არ გამომჟღავნებულა, რანი ვიქნებით. იცით, როგორ ამბობენ თეოლოგები, გამომჟღავნება როგორი იქნება? გამომჟღავნება იქნება ისეთი უეცარი, როგორიც იყო ფერიცვალობის დღეს. როცა ქრისტემ ფერი იცვალა, ისაც შიგნით იყო, გარეთ გამოვიდა უცბად, წამს. და ის რაც დღეს შიგნით მიდის პროცესი. ერთ დღეს როცა უფალიინებებს ყველაფერს წამში თვალის დახამხამებაზე პავლე ამბობს. პირველი კორინთელთა მეხუთე თავის 50-58 მოხლებია. წამში თვალის დახამხამებაზე ჩვენ შევიცვლებით. წამში გააზრებას ვერ მოასწრებს, იმიტომ რომ ეს პროცესი მიმდინარეა. მეორე საფეხური, როგორც ჩვენ თქვით, არის მუშაობა, გააზრება, შემეცნება საკუთარ თავში, რა გზას დავადექით, საით მივდივართ, როგორ ხდებით ღვთის ბუნების ზიარნი, მამქშვა, ღმერთისაგან ვარ შობილი, მე ღმერთის შვილი ვარ. იცი, ბევრი კარგ ოჯახში რომ დაიბადება, მე იმ ოჯახის შვილი ვარ, მე ამ ოჯახში, მე ღმერთის ოჯახის შვილი ვარ. ერთ დროსო ხალხი არ იყავით, ეხლა კი ღმერთის ხალხი ხართ, პეტრე ამბობს. მეფური სამღვდელოება, წილხვედრილი ხალხი. პირველ მეფეთა 2:9, ვინც იწერს იმათთვის, ეხლა თქვენ სულ სხვა წილხვედრილი ხალხი ხართ. რა გააკეთა ღმერთმა და როცა ამაში იხარშები და ფიქრობ. რა აზრი აქვს ფიქრებს თუ არ დაგაფიქრებს? ძალიან მაფიქრებს მე ეს ყველაფერი და არ მაძლევს საშუალებას ზოგჯერ მენანება ლაპარაკი ხოლმე, რომ დრო დავკარგო ლაპარაკში. გაიხედა ადამიანს სულ ლაპარაკობენ, მოიცა ტელეფონი ვილაპარაკოთ, იცი, იმიტომ თავის თავს გაექცეს. ის მეორეს დაკავდება რაღაც და სულ მუდამ გართული უნდა იყოს. არა, შემოbrunდი და დაიწყე მუშაობა და ბევრი დრო გაატარა. შედი შენს ოთახში და ჩაიგებე. ეს ნიშნავს, რომ შეიძლება წამოწვე, სარაცელიდან მოუხმე უფალს დავითმა თქვა და მიპასუხა. შეიძლება იწვე და ღმერთი გელაპარაკებოდეს და ელაპარაკებოდა ღმერთს. ასე რომ შემეცნებით იმ მდგომარეობას სულ სხვა. მესამე საფეხური ჩვენი ლაპარაკი ჩქარ-ჩქარა უნდა გავიარდო ღმერთო. სხვა დროს შევეხები ამას უფრო დაწვრილებით. მესამე საფეხური არის თავშეკავება.
თავშეკავება ნიშნავს, რომ დღეს იმდენი გასართობი რაღაცეებია, იმდენი რაღაც არის, ყველაფერი გვიზიდავს, იმას ყურადღება რა დავუთო, ამას იქ წავიდეთ, მოვიდეთ და დღეს იმდენად ვართ ხშირად დაკავებულები, რომ ეშმაკს უნდა გაგეფანტოს დრო და ყურადღება და ძალები, რომ ფოკუსირება ვერ მოახდინო მთავარზე, რასაც ქვია ღვთის ბუნების ზიარებაში ზრდა. ჩვენ ნახეთ 1 კორინთელთა 9:24-27 მუხლები. ასპარეზზე მორბენალი ყველა გარბისო, მაგრამ ვინც გარბის თავს იკავებს ყველაფრისაგანო. მისმინეთ, ზოგჯერ თავი შეიკავე, მე იცოდეთ. არ დავდივარ, სათხაცა საკეიფოთ ადამიანებთან. განა არ მეპატიჟებია, განა არ მყავს ნათესავები, განა არ მყავს ძველი მეგობრები, მეპატიჟებია, თავს ვიკავებ. ერთხელ რო წახვალ მეორეთაც დაგიძახებენ, მესამედაც. ამასინათ გითხარით, ჩემი სამხედრო ძმაკაცი მირეკავს. ხვიჩაო, აქავართო ჩამოსული სულ ყველანი, ადრე რომ დავთრებოდით, რუსთავის შემოსასვლელში ცხოვრობს და იქ სვავდით ხოლმე და რო გაიგო რომ მე აქეთ გადმოვიდი, მირეკავს, ხვიჩა, აქ არიან თბილისელი ბიჭები ჩამოსულიო, აქ არის დათოცის ინცი და ყველანი აქ შევიგრიბეთ, ჩემთან ახალ წელს ხვდები და აი პირობას გაძლევ მეუბნება. პირობას გაძლევ. მოდიო ახლა აქ ჩვენთან და მე სულ ყველანი აი გემპირო წავალთო და მე შენთან გავაგზავნოთ. მე ხო ის მიხარია რომ ჯერ იქ წავიდე და დავთრო ახლა იმათთან და მე სულ ყველანი წამოვიყავ სახში და ვაკეიფო ახლა. იცი ის ვერ ხვდება ამას. ეს ჩვეულებრივი იყო იმ დროს და ის ვერ მიხვდა რა მოხდა ჩემ ცხოვრებაში. მე ის უკვე აღარ მსიამოვნებს და ჩემთან მოყვანაც ხო საშინელება იქნება. თავს ვიკავებ ყველაფრისაგან. მისმინეთ. თუ ზოგჯერ არ შეგიძლია ვიღაცას უთხრა არა და იმახსოვრეთ ერთი მუხლი გალატელთა 1:10 უძვირფასესი მუხლია. თუ მე ადამიანებს ვაამებდიო და მათი ხათრით რომ იმას არ ეწყინოს, მე იმან არ თქვას. თუ მე ადამიანებს ვაამებდი, ღვთის მონა აღარ ვიქნებოდიო, პავლემ თქვა. ხედავთ რამდენი იკარგება. როცა სულ გინდა რომ ყველას ნათესავს უნდა მოეწონოს, დედმამის შვილს უნდა მოეწონოს, მე არ ვიცი მეზობელს უნდა მოეწონოს, ყველას უნდა ასიამოვნო და პავლემ თქვა, მე თუ ადამიანებს ვაამებდი, ღვთის მონა ვეღარ ვიქნებოდი. ამიტომ ვინც შეუდგა ამ გზას, თავს იკავებს ყველაფრისაგან. თავშეკავება თუ არის და თავს იკავებ უარსა ბოდიში. მე აღარ მეძახიან, უკვე ნაკლებად მეძახიან. ჩემთან აღარ მოდიან სახში, იმიტომ რომ არ დაუდგი მე იქ. არაყის, მოვიდნენ ყავაშევთავაზე რაღაცა, აუ ფიქრობენ ახლა, ეს რა кейფია ეს და ანუ ნელ-ნელა გინდა თუ არ გინდა. აუყიათა წრეში არ აღმოჩნდები. დიდი ჭეშმარიტება რაც უნდა დაიმახსოვრო. დიდი ჭეშმარიტება, როგორც თქვი რომ თუ ადამიანებს აამებ, ღვთის მონა აღარ იქნები, შეიძლება ღმერთს აწმენინო. და მეორე პავლე მოციქულმა უკვე დასკვნა დაწერა 1 კორინთელთა 15:22-23 მუხლებში. თავს ნუ მოვიტყუებთო, ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კეთილჩოებს. რასაც მიაღწევ ორ საფეხურზე ახვალ, ცოტა ღმერთთან დაახლოახლო გადმოგისვრიან ძირს უკან. ცუდი საზოგადოებანი. ადამიანები, რომლებიც ქვეყნიერებაზე ცხოვრობენ, ხრწნიან კეთილჩოებს. ძალიან მომეწონა დერეკ პრინსის განმარტება ორი სიტყვით. სად შეიძლება ნახო ქვეყნიერება და როგორ უნდა იცნო ის? უღურთო სისტემა. безбожная система. უღურთო სისტემას ნახავ. შეიძლება კულტურულ საზოგადოებაშიც, ბიზნეს საზოგადოებაშიც, შეიძლება სადაც არ უნდა წახვიდე, პოლიტიკაშიც, ყველგან ნახავ ქვეყნიერებას. იქ ღმერთი და მისი ნება სიტყვის თანახმად არავის არ აინტერესებს. ღვთის სიტყვა და მისი სინათლე შორს და ქვეყნიერება უკუაგდებს ყველაფერს, რაც ღმერთისაგან არის. ამიტომ ცუდი საზოგადოებანი ქვეყნიერებაა და თავი შეიკავე მათთან სიახლოვისაგან. ვინც იღწვის, თავს იკავებენ ხრწნადი გვირგვინის მისაღებათო. ბევრი არ დადიან საკეიფოთ, არ სვავენ, იმიტომ რომ სპორტში არიან ჩართულები, ან მე არ ვიცი, რაღაცა ხელოვანი ხალხია და უნდათ რომ მიზანდასახულობისთვის ფასები გადაიხანო. პავლემ თქვა, ისინი ხრწნადი გვირგვინის მისაღებად იკავებენ თავს, ჩვენ კი უხრწნადის. გამოდით და გამოეყავთ ფალი ამბობს და ჩვენც უნდა გამოდით და გამოვეყოთ. შემდეგი საფეხურები მე უბრალოდ ვიტყვი და შემდგომში სხვა დროს გავაგრძელებთ ამას. მე წერია თავშეკავებაში მოთმინებაზე იმუშავა. შეგიძლიათ თუ არა მოითმინა. მოთმინებაში ღვთისმოსაობა. ღვთისმოსაობაში ძმური სიყვარული, ძმურ სიყვარულში სიყვარული. და თუ მიაღწია სიყვარულის მდგომარეობას, მიხვედი იმ სულიერ დონეზე, შენ უკვე სხვა ატმოსფეროში ტრიალებ, სულ სხვა
გარემოცვაში ხარ შინაგან სამყაროში და იცოდეთ. მეორე ტიმოთეს 1:19 წერია. 2:19. იცნო უფალმა თავისებია. და განერიდოს ყველა, ვინც შეუდგა უფლის გზას. ჩვენ უნდა განვერიდოთ ისეთ რაღაცებს, რაც ამ ქვეყნიერებას აქვს და არ უნდა ავიზილოთ და ღვთის ბუნების ზიარნი გავხდეთ. მივახციოთ იმ დიდ მდგომარეობას, რომელსაც ქვია სიყვარულის მდგომარეობა. პირველი იოანეს 4:16 და ამით დავამთავრებ. პირველი იოანეს 4:16 ამბობს. სიყვარულში დარჩენილი, რომ მიაღწია სიყვარულის დონეს, სიყვარულში დარჩენილი ღმერთში რჩება და ღმერთი რჩება მასშია და იცნო უფალმა თავისები. დგას ეს ჭეშმარიტება, ეს საფუძველი დგას, რომ სიყვარულის მდგომარეობაში მიღწეულ ადამიანს ღმერთი ცნობს და ღმერთი მისთვის არ არის უცხო და მარადისობაში ჩვენ გადავალთ ყველა მიზეზის მიუხედავად, ყველა შემთხვევაში აქედან სულ ყველანი წამსვლელები ვართ. 50 წლის მერე, 50 წლის მერე ჩვენი არაფერი აღარ იქნება აქ, ბევრის. აი თინეიჯერებს და ბავშვებს არ ლაპარაკობ. მე 56 წლის ვარ, ბევრს ვისაც გაინტერესებთ, თუმცა მე კი არ ვარ 56-ის. ჩემი სხეული არის 56-ის. მე სულით ახალგაზრდა ვარ და პაოლე ამბობს თუ გარეგანი კაცი იხსნება, შინაგანი მაინც ახდება დღითი დღე. ცოტა დრო გვაქვს კიდევ დარჩენილი ამ მიწაზე, მაგრამ მარადისობისთვის გვამზადებს უფალი. აქედან რომ შემზადებული ხარ, შენ უცხო არ ხარ იქ შესახვედრად. იცნობენ და იცნობ. ვისაც მიყვები, ვინც არ გვინახავს და გვიყვარს. ხარობთო გამოუთქმელი და გამდიდებული სიხარულით. მე მინდა რომ წამოდგეთ ჩემთან ერთად. ვილოცოთ და უფალს ვთხოვოთ რომ უფალო, წაგვიძეხი ამ გზაზე, რომელზეც მოგვიწოდე და დაგვაყენე. რომ ჩვენ შენი დიდებით შევემოსოთ.